დეკემბერია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. Ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, მათი უფლებების დაცვისათვის, მათი მხარდაჭერისათვის და დღეს მინდა ამაყად თქვა, რომ დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ყველა პირობა არის იმისათვის, რომ 0-დან 7 წლამდე, 7-დან 18 წლამდე და 18 წლის ზემოთ ბავშვებმა და პირებმა მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება. თუმცა, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ადაპტირებული გარემო ნაკლებად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დასაქმების სერვისები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდება, ნელ-ნელა ყველაფერი იქნება, მაგრამ ორიონში თუ ვინმე სურვილი ექნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიიღონ კვალიფიციური რჩევები, დახმარებები, ჩვენ მზად ვართ მოვემსახუროთ როგორც ფსიქოლოგები, ასევე ქცევის თერაპევტები, მეტყველების სპეციალისტები, სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტები და მე ვუსურვებდი საქართველოს, რომ აღარ დაჭირებოდეს ეს მომსახურება პირებს და თუ დაგჭირდება, ვიყოთ იმ გარემოში ვიცხოვროთ, სადაც თითოეული მნიშვნელოვანია. დღეს მქონდა ბედნიერება, რომ უშუალოდ სტუმრობდი ცენტრს და ადგილზე გავეცანი ყველა იმ გაკვეთილს, ტექნიკას, ტაქტიკას, როგორ ასწავლიან ამ ბავშვებს და კიდევ ერთხელ მერიის და საკრებულოს სახელით მინდა თანადგომა გამოუცხადო ამ ცენტრის ხელმძღვანელებს. კვალიტეტის მერია, ასევე საკრებულო მზად არის ცენტრ ორიონთან თანამშრომლობით გააგრძელოს ის პროექტები, რაც აქამდე დანერგილი ჰქონდა და კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს მათ ჩვენი მხრიდან. იმერეთის პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელკვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომშიან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების სნეპუს ჯგუფში ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებულნი. ისინი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის განთავსებული სპეცტექნიკიდან წინასწარი შეთანხმებით ფარულად დაეუფლნენ 310 ლიტრ საწვავს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება. ამ დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულთა შორის, რომლებიც ხსენებულ სამართალდარღვევაში არიან მხილებულნი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. 7 ბრალდებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისთვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის მოიხდის შესაბამის სასჯელს. უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ასევე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში კომპლექსურად ახორციელებენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ნარკოდანაშაულში ჩართული პირები სხვადასხვა მეთოდით მალულად ცდილობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261, 262 და 263 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პატარობიდან მე ვგსავ, დედაჩემი რა გსავდა ძალიან მომწონდა და მეც გადავწყვიტე რომ შემესწავლა გსავა. და შემდეგ დიდობაში უკვე ყაისნაღით ვისწავლე, ყაისნაღის გსავა და დაბადების დღეზე, ბავშვის დაბადების დღე იყო, მინდა და რამე განსაკუთრებული მეჩუქებინა და გავაკეთე ჩანთა მოგხსავა, წინ ბაჭიე და კურდღელი. და აქედან მე ერთმა გოგომ მითხრა, რომ მოდიო ისა დაიწყო სათამაშოები მოვსინჯო და თუ გამოგივაო. ერთი მოვსინჯეთ გამომივიდა მომეწონა, მეორე ძალიან მომეწონა და შემდეგ გავიგე რომ გამოფენები ტარდება ჩვენთან და ერთ-ერთმა გოგომ ისე რომელიც გამოფენებში იღებს მონაწილეობას იმას შემოთავაზა რომ უნდა მიგიყვანო ორგანიზატორთან ნოვიცა ორგანიზებს ამ გამოფენებს და ჩავერთვა იმ გამოფენებში. ახალწელს ვიყავი პირველად გამოფენაზე და ყველაზე ძალიან გავხარებული ვიყავი, იმიტომ თითქმის გამოიყიდა ყველა სათამაშო გაიყიდა და ისედაც სიამოვნეს ამ სათამაშოების დამზადება არის სუფთა ნატურალური მასალით დამზადებული. შიგნით აქვს სილიკონის ბამბებს უძახიან და არის ბავშვებისთვის ნატურალური სუფთა პროდუქტი. არ შეეწოს არანაირ ტყვიას. ინტერნეტით ნახულობ, ინტერნეტში დევს ესა სქემები არის ინტერნეტში, ინგლისური სუბტიტრებით არის, ზოგი გერმანულად არის, ზოგი მათმა ინგლისური სუბტიტრებით, რომელიც არის იმას ვთარგმნი. და მაქვს ვიწერ მაშინ ჩემს დღიურში და იმის მიხედვით ვგსავ. რომელი სათამაშოც მომეწონება, მე თვითონ ფერებსაც, მე თვითონ უხამებ ერთმანეთში, ზუსტად ისე არ ვგსავ. ჩემი გემოვნებით ვაკეთებ ამას ფერებს და რამოდენიმე ჩემი იდეითაც მაქვს მოგხსავილი. ეს არის ბარხატის ძაფები. სპეციალური სათამაშოსთვის არის განკუთვნილი. აი ეს სათამაშო მაგალითად ბარხატის ძაფით ვერ მოიქცევა. ამას უნდა სპეციალურად მაგარი ძაფი, რომ მოიქცევოს და მყარად დადგეს სათამაში. ბარხატის ძაფებით იქცევა დანარჩენი კურდღელი, სმურფები, სტიჩები, კუები და პინგვინებიც. უმეტესობა ბარხატის ძაფით მაქვს შექმნილი სათამაში. ჩინები რომელიც წვრილი ძაფით იქცევა, კიდე დრო უნდა. ერთი კვირა მაინც უნდა კარგად რომ იმუშაო, ერთი კვირა უნდა და ფულად ძაფების ბარხატის ძაფებით დიდი დრო არ უნდა. ერთ დღეში შეგიძლია ერთ სათამაშოს გაკეთება, თუ მთელი დღე იჯდები და აკეთებ, შეგიძლია ერთ დღეში გააკეთო. სკოლა რო დავამთავრებ, სწავლობდი ფარმაცევტიულზე კოლეჯში და შემდეგ დავანებე თავი და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ეს არის ჩემი ჰობი და თავის დანებებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ ვგსავ, ასე მგონია რაღაცა მაკლია თქო. და რო არ ვგსავ, არ შემიძლია. სასიამოვნო, როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ და გამოგის, აი ახალ სათამაშოს კეთებას რო ვიწყებ, ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება, გავიგო როგორი გამოვიდა. და რო გამოდის ეს სათამაშო ძალიან მომწონს და შემდეგ ვიჩნდება სრული, რომ ბავშვებმაც შეიძინონ. მეც მომწონს ბავშვებს გამოფენებზე ბავშვებს იყიდულობენ და მათ ბედნიერი სახეები